სიძვა ეს არის სურვილი ყოველგვარი საზღვრის გარეშე, როცა ადამიანი აღარ ფიქრობს პასუხისგებლობაზე, ღირსებაზე და მომავალზე. საქართველოში ხშირად გვინახავს, როგორც სulis ზნეობას, ქედმაღლობა და ამპარტავნებასთან ერთად ადამიანი იწყებს საკუთარ სულზე ვაჭრობას. როცა ქვეყანა სიძვაში იხჯობა, ოჯახები ინგრევა, ფასეულობები ქრება და სიწმინდე კარგავს მნიშვნელობას. ბიბლიაში წერია, ვინც მხოლოდ ხორციელ სურვილებს მიყვება, სულიერ სიმდიდრეს კარგავს. ქვეყნის წამყვანი უნდა იყოს სუფთა ზნეობით, წესიერებით და მაგალითით, არა გარეგნული სიცრუით, არამედ შინაგანი სიმშვიდით. მხოლოდ ის თაობა, რომელსაც ექნება ზნეობრივი სიძლიერე და პასუხისგებლობა საკუთარი საქციელის წინაშე, შეძლებს ქვეყნის გაჯანსაღებას. არჩევანი ჩვენზეა. დავრჩებით სურვილების მონებად, თუ ავიღეთ პასუხისგებლობას და ვასწავლით მომავალ თაობას, რომ სიწმინდე ეს ძალაა.